ბევრ-შენს მეხოთბეს გულში თურმე ეჭვიზდებია და მაგ სახელის შარავანდე წერება ბოლო, როცა შენს სულის სიღრმეებში იჭვრიტებიან. ფიქრობენ სულიც მათთვის ნათლად გამოკვეთილა, რადგან იციან შენი ზოგი ნამოქმედარი, არა მზადები გიყურებენ ვითომ კეთილად, შმორით იცვლება სურნელებმა მართლაც ნეტარი. ვეღარ ახერხებ სულით სახეს რომ დაამგვანო, რადგან დაცურავ უნიჭბოდ და უიალქანოდ. დღემდე არ ვთვლი თავს, რომ ვარ რაღაცნაირი პროფესიონალი მუსიკოსი. მაინც ჩემთვის არის ეს როგორც ჰობი რა და რაღაც სიამოვნების მიღების საშუალება. თავი მომენტი არის, რომ სხვებს უნდა მივანიჭოთ სიამოვნება და შენ თვითონ თუ ამით არ ხარ ესეთი სავსე და ამით არ ტკბები რაღაც მომენტში, მაშინ სხვას როგორ უნდა მიანიჭო ამით სიამოვნება, ამის თქმა მინდოდა. ეხლა უყვირთ, რომ აი რატო არის, რომ კონსერვატორიის დარბაზში ვთქვათ, ერეკლე დეისაძე ან კაია კატამ რაღაცა გააკეთა და ეს არის რაღაცა მოვლენა, არა და არ არის მოვლენა. კარგი შემოთავაზება დაბოფასებში, ლოცვის საბოინოს ვისას გზალებში, გრიშომ გააგონა სამუდამ მხარეში. ყველაზე საინტერესო მომენტი არის ხოლმე, როდესაც ჩნდება რაღაც იდეა. და ეს იდეა უმეტეს შემთხვევაში ძალიან სპონტანურად ჩნდება. ან რაღაცა სხვადასხვა რაღაცა მოვლენების თანხმედრა ხდება ხოლმე და ყველაზე რთულია, როდესაც რაღაცისკენ მიდიხარ, მაგრამ ვერ ხედავ შედეგს, როგორი იქნება და მაშინ არ ვარ დარწმუნებული, საერთოდ ეს საჭიროა თუ არა ამას რო ვაკეთებ და არ აქვს მნიშვნელობა, გრძელი გზა იქნება, რთული გზა იქნება, თავია შედეგი დავინახე და საითკენ მივდივარ. მუსიკის დაყოფას არ ვიმხრობი და ძალიან არ მიყვარს, როცა ჟანრებად ყოფენ მუსიკას. მეც სულ ამას ვცდილობ, რომ გავაკეთო მუსიკა ვისთანაც მომწონს და არა ის, რომ ეს ესეთი ჟანრია, ეს რაღაც ჩარჩოები. რეალურად ეს სივრცე ძალიან ახლო არის ჩემთვის, იმიტომ რომ ეს არის ყოფილი რკინიგზელთა სახლი, სადაც ბინა ქონდა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს და ესეთი მდგომარეობა ნამდვილად არ იყო. აქ იყო ძალიან ცუდი სიტუაცია, მაგრამ მაინც ესეთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი და რაღაც ნათელი წერტილივით იყო ამ ქალაქში. ეხლა ამ ყველაფერმა შეიძინა რაღაც ახალი სიცოცხლე, აქ გადმოდის ყოფილი მუსკომედიის თეატრი, ეხლა ერქმევა აქაურობას ახალი თეატრი. პირველივე იდეა, რაც მოგვივიდა, რომ რაღაცა ერთად გავაკეთებინა და ამ სივრცეში ეს არის მიუზიკლი. ეს არის სივრცე, სადაც ვიკრიბებით ხოლმე რაღაცა იდეებზე მსჯელობთ, რაღაცებს უსმენთ, მუშაობთ, რეპეტიციობთ. ესეთი რაღაცნაირი პატარა მინი სამყარო არის, სადაც ყველა კომფორტულად ზნობს თავს რა. ეს ნივთები, რაღაცა სიდები, ეს ფესტივალის რაღაც ბუკლეტები და ამბები მახსენებს, რომ ადრეს რაღაც სხვა ცხოვრება გქონდა. მაგალითად, ეს არის ესეთი რაღაცა, რომელიც მაქსიმუმ გააკეთა მათ შეიძემ და ამით დამაჯილდოვეს, როდესაც მივიღე წინანდლის პრემია. რეალურად ეხა სხვანაირი ვიზუალი რო ქონოდა, ეს სახში არ მიდგომოდა, იმიტომ რომ ჯილდოები და რაღაცები ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ეს ტიპი მომწონს რა. ნახევარი ჩემი ცხოვრება არის ყანჩელი და ნახევარი დანარჩენი ადამიანები. ეს არის ჩუბჩიკას ნახატი, რომელიც გიამ გვაჩუკა მე და ჩემ მეუღლეს გია ყანჩელმა და წერია რომ ჩემო გიორგი თენგის მირზაშვილის ჩუბჩიკას ნახატის ზედა ნაწილს ანუ ამ სამ გოგოს შენ ჩუქნიო და ქვედა ნაწილს ლიზას. იცი რა არის რო წავიდა ეს ადამიანი ცხოვრებიდან, მე დავიწყე ამეების რაღაც მოწესრიგება და
შეგროვება, ანუ რაღაცა ჩარჩოებში ჩასმა და რაღაც გალამაზება, იმიტომ რომ მანამდე ხო იცი როცა გავს ესეთი უშუალო ურთიერთობა, თან რაღაც ძალიან ესეთი მამაშვილური ურთიერთობა ქონდა, ესეთ რაღაცებს არ აქცევ ყურადღებას და სტიქს როცა უკრავდი გია ყანჩელის სულ ამ ნოტებით უკრავდი, იმიტომ რომ თან მისი ჩანიშნული რაღაცები იყო და მე ერთხელ მახსოვს ერთ-ერთი კონცერტის წინ შემოსული იყო კულისებში ლევან სონღულაშვილი, ზემოდან დამიხატა რაღაცა ამ სტინგსზე გადასulis მომენტი და იმის შემდეგ რაც გია აღარ არის, ეს ნოტებს გავანებთ ავერე და ესე ჩამოვკიდე. იმიტომ რომ რაღაც მიჭირს იქ მაგის ჩანიშნულების ყურება და თან ესეთი ემოციური მუსიკის დაკვრა რა. ეს ახალი ინსტრუმენტი მაქვს დაახლოებით 3 წლის წინ შევიძინე. პირველია, რომელიც კარგია და თან ჩემი საკუთარი, იმიტომ რომ მანამდე უკრავდი ფონდის ინსტრუმენტზე, მაგრამ ჩემი რო არ იყო, მაინც ისე ძალიან არ მიყვარდა რა. მაგრამ მახსოვს, რომ იმ ინსტრუმენტს ფოტოს გადამიღეს, რომ რაღაცა მქონდა მომენტი, როგორ დავემშვიდობე ფრანკფურტში ფესტივალზე უკრავდი და ეს რაღაც 5 წუთი მარტო ვიყავ ინსტრუმენტთან ვემშვიდობებდი. ეგეთი ფანატიზმი და რაღაცა ის ფეტიში არ მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ისეთი ფეტიში უთხოვე ინსტრუმენტალისტებს, ან როცა უკრავ, ჩემი ნაწილი ხდება რა და ეს ვიგრძენი ამ ინსტრუმენტში. რა ჯერ პატარაა ეს ინსტრუმენტი და ჩემთან ერთად ნელ-ნელა იზრდება რა. როგორც აქ ახლა ამ სივრცეში ეს ნივთები რაღაცა წარსულში გვაბრუნებს, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც მაბრუნებენ ხოლმე თითქოს რაღაცა დროის მანქანასავით მუშაობს ეს ყველაფერი და იმათ თვალებში ვხედავ ისინი რას ხედავდნენ 50 წლის წინ რა და მაგალითად რობერტ სტურუა, გოგი ელექსი-მესხიშვილი, გია ყანჩელი, რომელზეც ბევრი ვისაუბრე, ენრი ლოლაშვილი, ჟანრი ლოლაშვილი, შალვა მოსიძე, ამ ადამიანებთან მაქვს კომუნიკაცია და მათ ძალიან აინტერესებთ ეხლა რა ხდება და არ უნდათ რომ რაღაცებს ჩამორჩნენ, მაგრამ არ ღალატობენ თან თავის რაღაცა მსოფლმხედველობას და ეს ყველაფერი ერთად რაღაცა ძალიან მაგრ სამყაროს ქმნის.